დიანა, მოწვევისთვის ვესაუბრებ მაყურებელს და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემი პარტიის სახელით ცხადია სოლიდარობას დაკავებულების მიმართ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც სამწუხაროდ გადაქცეული არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი გახდა ჩვეულებრივი პოლიტიკური ლიდერების დაკავება, არ ვიცი გათავისუფლება, შემდეგ ისევ დაკავება და ის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ დღეს გინდოდათ რომ გესაუბრათ საერთაშორისო კონტექსტზე, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ყველაფერი ეს არის ერთმანეთთან და საერთო კავშირში. ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ჩიხში შესული ხელისუფლება, რომელსაც ამ ჩიხიდან კარგი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი, ვინმე უნდა აუხსნას, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მისთვის არსებობს, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც შეიძლება სწრაფად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უფრო ღრმა ჩიხში შევა და მისი რეჟიმი და ის პროცესები, რაც რეჟიმის წიაღში მიდის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ყველას ხო ესმის, რომ ახლა როგორ შეიძლება შენ კალაძე ყავდეს დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატად და ამ დროს აცხადებდა, რომ კორუფციას ებრძვინო. ახლა ეს ხო სასაცილოდ არ ყოფნის ხალხს, გასაგებია რაც ხდება, არის ძალიან დიდი ოდენობით ფული მოპარული და ამას ჩვენ წლებია ვამბობ და მათ შორის ბატონი ბურჭულაძე პარლამენტში რო იყო მოსული როგორც მინისტრი, მე როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, მასთან მქონდა მე ძალიან მწვავე შეკითხვები კორუფციასთან დაკავშირებით. ოღონდ ამ კორუფციას კი არ ებრძვიან როგორც ფაქტს, არამედ ფულის ამოღებას ცდილობენ, როგორც ამას ცდილობს კრიმინალური სინდიკატი, იმიტომ რომ მათ შორის ეს ფული მარტო ბიძინა ივანიშვილის და ამ რეჟიმის ფული კი არ არის, ეს რუსების ფულზე არის რეალურად საუბარი. ამიტომ აი ეს თელის პროცესები, რასაც ჩვენ უკვე თვეებია ვუყურებთ, იქ ძალიან უცნაური გალაშქრება ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენლის წინააღმდეგ, ეს ერთმანეთში ასე ვთქვათ გარჩევები, იქ გაურკვეველი აბსოლუტურად ამბავი რიჟვაძესთან დაკავშირებით, ეს დღევანდელი დაკავება, რომელიც ცხადია რომ მიდის ღარიბაშვილის ხაზით. მივა თქვენი აზრით წინასაარჩევნოთ, იმიტომ რომ ღარიბაშვილი ოცნებას თავისი ამომრჩეველი ყავს და ამ ამომრჩევლის დიდი ფული ვისაც აქვს აღებული არის ღარიბაშვილი და რა თქმა უნდა ამ ფულების შეგროვებით არიან დღეს დაკავებული ჩემი აზრით. გასაგებია, მაგრამ ანუ იმის თქმამიდა რომ ოცნების ამომრჩეველს მის დნმ ამომრჩეველში ღარიბაშვილი შეიძლება რაღაც ტიპის სენსაციის გამოვხიზლდეთ და ვთქვათ რომ ოცნების ამომრჩეველი და არავის ამომრჩეველი კი არ არის ვინმე საქართველოს მოქალაქე არის მილიონობით ადამიანი, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი შვილისთვის, საკუთარი ოჯახისთვის ნორმალური დაცული ცხოვრება და რაღაცა პერსპექტივა ნორმალურ სახელმწიფოში არსებობის და მე მგონი უკვე დრო არის ყველამ დაინახოს. მნიშვნელობა არ აქვს წინაარჩევნებზე ხმავის მიცა, რომ აბსოლუტურ უფსკულში მიექანება საქართველოს, იმიტომ რომ ივანიშვილმა ეს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევით იმ უზარმაზარი უმძიმესი კორუფციის ქსელების აყვავებით, რაც მოხდა სწორედ გასული 14 წლის მანძილზე, მიბმით ამ ყველაფრის რუსეთის ეკონომიკაზე, სადაც რუსეთში რა ხდება, ვხედავთ, ხან ვიღაცა ფანჯრიდან ვარდება, ვიღაცა ყოფილი მაღალჩინოსანი, ხან ვიღაცას პოულობენ გაურკვეველ სიტუაციაში გარდაცვლილს, ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ქაოსის ნაწილი, რომელიც შექმნა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა და ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად და ამ ქაოსის დასრულება შედის ყველას ინტერესებში. მნიშვნელობა არ აქვს ვის მისახმა წინაარჩევნებზე და ამიტომ ამბობთ ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი. ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების თამაშის წესებით ახალი საპარლამენტო არჩევნები ეს არის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება რომ ეს კრიზისი დაასრულოს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის საერთაშორისო იზოლაცია რეჟიმის ღრმავდება, არ აქვთ მათ გამოსავალი ამ ჩეხიდან და ქვეყნის შიგნით ჩვენ ვხედავთ, როგორ კრიზისში არის შესული ქვეყანა, იმიტომ რომ აი დღეს მაგალითად დილიდან იყო გასული სიუჟეტები, რა დღეში არიან მოქალაქეები, რომლებიც არიან მსხვერპლი, უბრალოდ სტიქიასაც ვერ დაარქმე, უბრალოდ ძიმე რაღაცა ამინდის
გამო და ეს ადამიანები არიან ესე მიტოვებული ყველა საკუთარი პრობლემის წინაშე. კი ბატონო, სალომე, თქვენი საარჩევნო კამპანიის რაღაც ადგილს ტოვებს თუ არა ეს მუდმივი დაძაბულობა, დაკავებები, ახლა ეს დაკავებები, ანუ ფაქტია რომ რაღაცნაირად სულ სხვა ტემპერატურულ რეჟიმში გადავიდა ვითარება. ჩემი აზრით, რის ყველაზე უფრო ეშინია ხელისუფლებას, ეს არის ის, რომ არ გამოვხიზლდეს საქართველოს მოქალაქე, არ შეხედოს რეალობას, რომ მისი პრობლემებისთვის დღეს ამ ხელისუფლებას არაფრის შეთავაზება არ შეუძლია და რომ ალტერნატივა არსებობს. ალტერნატივა, რომელიც მას სთავაზობს არა ქაოსს, არამედ წესრიგს. ალტერნატივა, რომელიც სთავაზობს არა უწესობას, არამედ წესებზე დამყარებულ საზოგადოების მართვის პრინციპებს. ალტერნატივა, რომელიც სთავაზობს არა იზოლაციას, საერთაშორისო თანამეგობრობიდან და დაუცველობას, არამედ დაცულობას, იმიტომ რომ დიახ, მივოვიხედოთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. სად არის ერთადერთი დაცული სივრცე მეტნაკლებად, სადაც ადამიანი როგორც ფიზიკურად, ისე სოციალურად არის დაცული, ეს არის ევროპული სივრცე. ამ ევროპული სივრციდან ძალით რომ მოგათხრევს შენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ზალა და როდესაც ალტერნატივა გაქვს, რომ ძალიან სწრაფად შეაღწიო ამ უსაფრთხოების ზონაში და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ, ამაზე არ უნდა არავინ რომ ესაუბროს საქართველოს მოქალაქეს, ამიტომ მათთვის არის პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ჩვეულებრივი ტექნოლოგია ინფორმაციული ქაოსის შექმნის, ისეთი ქაოსის, რომ ადამიანმა ტელევიზორს რო ჩართავს, გული გაუსკდეს, რომ შეიძლება კიდე რამე უარესიც დაემართოს და საერთოდ გაეთიშოს პოლიტიკურ პროცესს ჩათვალოს, რომ ნუ არა აქვს ბრძოლას აზრი, ან იმიტომ არა აქვს, რომ ვიღაცას იჭერენ, რა თქმა უნდა, დაშინების ელემენტი არის ამაში, მათ შორის ხაბეიშვილის დღევანდელ დაპატიმრებაში, იმიტომ რომ აბსურდია თავისთავად, არ ვიცი, 4 ოქტომბერს ხმამაღალ განცხადებებს ხაბეიშვილი კი არა, არ ვიცი, მილიონი ადამიანი აკეთებს და მით უმეტეს რაც ყველაზე მკაფიო და ხმამაღალი იყო ხაბეიშვილი. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ იგივეს ამბობს არაერთი სხვა ადამიანი და რაც შეეხება ფორმალურ ბრალდებას, ნუ ამ შეიძლება ნებისმიერი წინა საარჩევნო დაპირების გამო მაშინ დააპატიმრო ნებისმიერი პოლიტიკოსი, ხო? ამიტომ კი ბატონო, მადლობა სალომე. აბსურდს, როდესაც გვთავაზობს ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ შეთავაზოს საზოგადოებას გამოსავალი უმძიმეს ჩიხში, რომელიც შეიყვანა ეს ქვეყანა, ჩემი აზრით, ეს არის დღეს მათი დღის წესრიგი, ინფორმაციული და ზოგადად ქაოსის შექმნა და ამ ქაოსის დასრულება არის დღეს ჩვენი ამოცანაც და საქართველოს კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. სალომე სამადაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.